შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, რომელიც საქართველოს მეუღლესთან ერთად ეწვია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ასევე მეუღლესთან ერთად დახვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. შესრულდა ორივე ქვეყნის ჰიმნები. პოლიტიკოსების გარდა დახვედრის ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ამერიკისა და საქართველოს დროშებით ესალმებოდნენ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს. მაიკ პენსი საქართველოში ესტონეთიდან ჩამოვიდა, კერძოდ ტალინიდან, სადაც ის 31 ივლისს ბალტიისპირეთის სამივე ქვეყნის პრეზიდენტებს შეხვდა. დამკაფიო განცხადებები გააკეთა იმის შესახებ, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია არ აპირებს თვალი დახუჭოს რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე. ამერიკა სადარაჯოზე დგას. ამ წუთასაც რუსეთი ცდილობს ძალის გამოყენებით შეცვალოს საერთაშორისო საზღვრები. ძირი გამოუთხაროს სუვერენული ერების დემოკრატიას და ერთმანეთის წინააღმდეგ გაყოს ევროპის თავისუფალი ერები. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეთაურობით ამერიკის შეერთებული შტატები მიუღებლად მიიჩნევს ნებისმიერი სახის ძალის გამოყენებას, მუქარას, დაშინებას, დამღუპველზე გავლენებს, ბალტიის ქვეყნებისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების სხვა ნებისმიერი მოკავშირის წინააღმდეგ. ზუსტად ჯერ არავინ იცის, რის სათქმელად და შესათანხმებლად ჩამოვიდა ვიცე-პრეზიდენტი პენსი საქართველოში, მაგრამ თუ კი 30 ივლისს ტალინში Fox News-ისთვის მიცემული კომენტარით ვიმშელებთ, მესიჯი ერთნაირი იქნება მისი ტურნეს მარშრუტში ჩართული ყველა ქვეყნისთვის და მათ შორის საქართველოსთვისაც, რომ ამერიკა აღმოსავლეთ ევროპაში თავისი მოკავშირეების გვერდით დგას და რომ დევიზი ამერიკა უპირველეს ყოვლისა არ ნიშნავს ამერიკის მარტოყოფნას. ტალინში ყოფნისას მაიკ პენსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პრეზიდენტ ტრამპის მზადყოფნა უახლოეს ხანში მოაწეროს ხელი 25 ივლისს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის, ხოლო 27 ივლისს სენატის მიერ დამტკიცებულ საკანონმდებლო აქტს, რომლითაც ძირითადად ეკონომიკური სანქციების რეჟიმს აძლიერებს რუსეთისთვის, ჩრდილოეთ კორეისა და ირანისთვის. დოკუმენტმა, რომელშიც საქართველოც არის მოხსენიებული, სასტიკად განარისხა რუსეთი. ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოს მისამართით გამოხატულ უპრეცედენტო მხარდაჭერაზე ლაპარაკობენ საგარეო საქმეთა სამინისტროში და მაიკ პენსის ვიზიტიც ამ მხარდაჭერის განუყოფელ ნაწილად განიხილება. ანალიტიკოსებს არ გამოჰპარვიათ, რომ ამ ტურნეს ფარგლებში მაიკ პენსი ძირითადად ნატოს წევრ ქვეყნებს სტუმრობს. გამონაკლისია მხოლოდ საქართველო. ტურნეს მარშრუტზე ყურადღება მიხეილ ჯანელიძემაც გაამახვილა. გასასმელია ის ფაქტი, რომ ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი ევროპაში საქართველოსთან ერთად იმართება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ესტონეთი და მონტენეგრო. ეს ნიშნავს, რომ საქართველო აღიქმება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან როგორც მტკიცე მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი. ამაზე მეტყველებს ის გზავნილი, რაც გაჟღერდა ბატონი ვიცე-პრეზიდენტის მხრიდან, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები, საქართველო და მონტენეგრო არიან ამერიკის მოკავშირეები აღმოსავლეთ ევროპაში და ამერიკა არის და დარჩება ამ ქვეყნების გვერდით თავისუფლების დასაცავად. საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოიწვია და ეს მოხდა მაისში, როდესაც საქართველოს პრემიერს ვაშინგტონში თავად მაიკ პენსი მასპინძლობდა. ამ ვიზიტის ფარგლებში საგანგებო ყურადღების ცენტრში მოექცა 8 მაისს გამართული დაუგეგმავი შეხვედრა, როცა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტ პენსთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი ოვალურ კაბინეტში მიიღო. ანალიტიკოსებმა ეს ფაქტი მაშინ არა შემთხვევით, არამედ მეტად მნიშვნელოვან საგანგებო ფაქტად განიხილეს და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებსაც დაუკავშირეს. ჩამონათვალში იყო მაგალითად კონგრესის მიერ დამტკიცებული და პრეზიდენტ ტრამპის მიერ ხელმოწერილი საბიუჯეტო კანონი, რომლის თანახმადაც შეერთებული შტატები არ ითანამშრომლებს იმ ქვეყნებთან, რომლებიც აღიარებენ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობას. ჩამონათვალს ახლა კონგრესის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო აქტიც დაემატა. ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი კომპონენტი ხდება რუსეთის აგრესიული რევანშიზმის შეკავება. ეუბნება რადიო თავისუფლებას ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი და საქართველოს ყოფილი ელჩი შეერთებულ შტატებში ბათუ ქუთელია. ბათუ ქუთელიასთვის, ისევე როგორც სხვა არაერთი ანალიტიკოსისთვის, ნათელია ვაშინგტონის ინტერესების გაძლიერება თავისი მოკავშირეებისა და პარტნიორების მისამართით. საქართველო არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც იმყოფება ამ დაპირისპირებაში ფრონტის ხაზზე და პარალელურად საქართველო არის ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი. შესაბამისად, სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერა და დაცვა აი ამ საფრთხეებისგან არის აი
ამერიკის შეერთებული შტატების საშინაო პოლიტიკის საგარეო კუთხით გაგრძელება და სწორედ ამიტომ გვაძლევს ჩვენს შანსს, რომ ეს ისტორიული ფანჯარა გამოვიყენოთ და ერთხელ და სამუდამოდ შეუქცევადად უზრუნველყოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. ეს ყველაფერი ერთიანობაში არის სწორედ ნაწილი ამერიკის შეერთებული შტატების ახალი საგარეო პოლიტიკური დოქტრინის და ბუნებრივია პირდაპირ ემთხვევა საქართველოს ეროვნულ სუვერენულ ინტერესებს. ბათუ ქუთელია თვლის, რომ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გამო შექმნილი დაძაბული სიტუაციის ფონზე საქართველოს როლი უდავოდ იზრდება და შეერთებული შტატების უპრეცედენტო პოლიტიკური მხარდაჭერა, რაც დემოკრატიის უცვლელ ფასეულობებს ეყრდნობა, სწორად გამოყენების შემთხვევაში საქართველოს მისცემს შანსს გადაწყვიტოს მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემაც.